უნდა ნახოთ სიუჟეტი, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილ ექსპოზიციას ეხება. აქ წარმოდგენილია ისტორიული შენობების მაკეტები. მე-19 საუკუნის თბილისური შენობები, სირაჯხანა, ვერცხლის ქუჩა. ამ ყველაფრის ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში შეგიძლიათ. მუზეუმის ხის ფონდში დაცულია თბილისურ შენობათა მაკეტების კოლექცია. მე-20 საუკუნეში თბილისმა ფერი იცვალა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძალიან ინტენსიურად დაიწყო ძველის ნგრევა და ახლის შენება. იმ თაობის ადამიანებისთვის ეს ძალიან ტკივნეული იყო. და გადარჩენა ამ ძველი თბილისის შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ მისი ვიზუალური სახის შენარჩუნებით. ან უნდა ასახულიყო ფოტოში, ან უნდა ასახულიყო მხატვრობაში, ან ბოლოს და ბოლოს უნდა გაკეთებულიყო იმ პერიოდის შენობების მაკეტები. აქ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თუ როგორი იყო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მდიდარი ვაჭრის სახლი ავლაბარში. ნახოთ ტრამვაის ვაგონი, სავაჭრო დუქანი და მუხრან ბატონების სასახლე. მუხრან ბატონების სასახლე 18 საუკუნეში არის 19-ის დასაწყისში აშენებული. მუხრან ბატონები ძალიან ძლიერი გვარი იყო, მდიდარი გვარი იყო საქართველოში, პრივილეგირებული გვარი იყო, სასახლეებით შესაფერი ჰქონდათ. ეს სასახლე ძალიან საინტერესო სასახლე იყო, ძალიან დიდრული. ეს იდგა ახლანდელი ბარათაშვილის ხიდის მიდამოებში, აქეთ სანაპიროზე. მაგრამ მე უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან შეილახა. უკვე ინგრეოდა დანგრევის პირას იყო და თან იქ სანაპიროები უნდა გაკეთებულიყო, 1000 ახალმშენებლობები იყო დაწყებული და უკვე ადგილი აღარ იყო ამისი და დაანგრიეს. ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თუ როგორ გამოიყურებოდა მეტეხის ტაძარი და ციხე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. შეხვდეთ მე-20 საუკუნის კარეტას და დაათვალიეროთ თბილისელი წინაპრების ჩაცმულობა. ეს იყო სახლი, რომელშიც ლეგენდის თანახმად ლერმონტოვმა გაატარა რამდენიმე დღე. ძალიან ლამაზი სახლი იყო ესეც, ნახეთ როგორი ფერადი ვიტრაჟები და ჩუქურთმებული აივნებია. განადგურებული იყო უკვე თითქმის და ამ რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს ნაწილობრივ და აპირებენ რესტავრაციას და ნახოთ. გამოფენა მუზეუმში დროებით დარჩება. მისი განახლებული სახით ნახვა რესტავრირების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ხოლო მანამდე კი მაკეტების საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია ძველი თბილისის უბნები თავად დაათვალიეროს.